27 მაისი ქართული დიასპორის დღეა უცხოეთში მცხოვრები ქართველები თბილისში შეიკრიბნენ საზღვარგარეთ მცხოვრებმა თანამემამულეებმა თარიღი თბილისში მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს. ქართული ემიგრანტები კულტურის, განათლების, ბიზნესის და ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ და საქართველოს სხვადასხვა უწყების საქმიანობას გაეცნენ. მთელი ბავშვობა ამ ქუჩაზე გავატარე. სკოლაც აქ დავამთავრე. კიდი გზის სასახლეშიც დავდიოდი რაღაც კურსებზე. გეიჩებს დავყავდი. აქ პატარა სახაჭაპური იყო. კეთი წიქორიძე 20 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს. პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტმა მომავალი მეუღლე ევროპაში გაიცნო და იქ დარჩენა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანას ადვილად შეეჩვია, სამშობლოს ნოსტალგიას სულ გრძნობს. ამიტომ საქართველოში ხშირად ჩამოდის. ემიგრანტის სამშობლოში ჩამოსვლა ამჯერად დიასპორის დღეს დაემთხვა. ვცდილობ რომ ხშირად ჩამოვედი აქეთ საქართველოში. სევიგივე სითბო და სიყვარული მაქვს. ერთი მისხალიც არ დაკლებია ჩემი ქვეყნის სიყვარულს, რაც იქით წავედი. გულიც, ქვეყანაც, მეგობრებიც, ყველაფერი აქეთ მეკაჩება წამოსასვლელი. ტრადიციულად 27 მაისს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დიასპორის წარმომადგენლები თბილისში იკრიბებიან და დიასპორის დღეს აღნიშნავენ. Პირადად საქართველოში პრაქტიკულად დავბრუნდი უკვე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის სწორი გზით. ყველა ქართველს მოუწოდებ დაბრუნოს საქართველოში და მიხედოს თავის კუთხეს. დიასპორა არის ჩვენი ხიდი გარე სამყაროსთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენი მესიჯის მიტანას ვახერხებთ ჩვენ მეგობარ ქვეყნებში. დიასპორა არის ძალიან კარგი ხიდი ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში პირველად იმყოფებიან ირანელი ქართველები, რომლებიც თბილისში მაზანდარიდან ჩამოვიდნენ. გვარად გურჯები ირანის სოფელ გურჯი მაჰალაში ცხოვრობენ, რომლის სახელწოდება ირანულად ქართველების უბანს ნიშნავს. სოფელში 1000-მდე ქართველი ცხოვრობს და გვარად ყველა გურჯია. ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში ჩამოვედით. პირველად ნახეთ ჩვენი ისტორიული სამშობლო და აქტუალობას ვერ ვმალავთ. აქაურობა ნამდვილ 60-ს გავს. ჩვენ სოფელში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ყველა გურჯია გვარად, რაც ჩვენს ეროვნებას გამოხატავს. ქართველი ემიგრანტები ისტორიულ სამშობლოში ყველა სიახლით ინტერესდებიან. შეხვედრაზე მათ კულტურის, განათლების, ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სფეროებში მიმდინარე პროექტები სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს. სამშობლოს ისინი ძალიან ჭირდება რომ ისინი იყვნენ წარმატებულები, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ დიასპორებს ჭირდებათ ყურადღებიანი, მზრუნველი მთავრობა საკუთარი ქვეყნისა, ვინც მათ ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს. ეს ადამიანები არიან განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და მესმათ არაერთგზის დაადასტურეს. მექნება შეხვედრები ასევე სახელმწიფო წარმომადგენლებთან, რომელიც ეხება კულტურისა და განათლების განვითარებას, კერძოდ უკვე ჩვენს ქვეყნებში, სადაც ჩვენ წარმოადგენთ დიასპორას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედია, რომ ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება. ქართული დიასპორის დღე თბილისში მეოთხედ აღინიშნება ტრადიციას საფუძველი 2007 წელს პრეზიდენტმა ჩაუყარა. ქართული სათვისტომოებისა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში ჩამოყვანა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყო. ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქართული დიასპორის შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.